იგივე თემას გავაგრძელებ ჩვენმა ბატკანძერმა სომხეთში ცოლი შეირთო, ანუ ისევ მეზობელთან. ცოლი შეირთო. ეს გახსოვს ადრე რო ბატკანძერი კი? ნიუსი. ფინლანდი. ხო, კი. სომეხი ნაშობა ძალიან პოპულარია. ბატკანძერებში და ვესტებში. ანუ სომხებს ყავდათ ბატკანძერი? აქამდე? ალბათ. თუ იმათმაც ჩამოიყვანეს. და ბატკანძერს სახელად ნახე რა ქვია? იაირი. წესით ამასაც კენია უნდა ერქვათ და მაგარი სასაცილო იქნება. იაირი 001, რომელიც საქართველოსა. იაჯრი. იაირი იკითხება ეგრე. ეგ ამბავი გაჩნია რა ენაზე. აი ეგ რა მიდი აბა მითხარი. ეს ხო ჩვენ ემა გაუშვეს შარშ. გაუშვეს. და ჩიპი მიამაგრეს რა, რომ მე თვალყური ედევნებინათ სადარ. სიგნალიზაცია და უყენეს? დაინახეს წერს GPS მაჩვენა, რომ არის იქით. ვანაძორისკენ სხვათა შორის. სოფელი არის რაღაცა კაჭაჭკუტში. კაჭაჭკუტი როგორ იცის არის სოფელი თვითონ? კაჭაჭკუტი. კაჭაჭკუტეს მარცხებს მე არ მოვეფე. რატო? ნიკოზეთში არისო კარგი ბატკანძერი დედალი? არისო, არა. აი ისე განაშორები. არის კადრა. არა. იაირმა. ხო და რომ მიადგნენ ამის. ხო, შენ ლაპარაკობ. GPS-ი სადაც ციმციმებდა იმ ადგილას, რომ მივიდა რაღაც კლდეზე და დაინახეს. GPS-ი ციმციმებდა, რა მხატვრულად ახსენ. ამან რო გაიგო. კია ფობია. რაღაცა. სახამოს მისულში. GPS-ი ციმციმ. GPS-ი აციმცი. ცოტა ლამაზად მოხდა. ოჰოი, შეშფოთდნენ მეცნიერები. მწუხარში. კი, და დაიძნენ ციმციმის. ღვინობის თვეს. ციმციმ დაიძნენ ციმციმისკენ. ხო, რაღაცა კაი სამყარო. მაგრა გაეს. დაიცან. ყველა შორის კი. გამიხარდა მე. ანუ დაახლოებით ისე როგორც აი ტაქს რო გამოისახე რომ ხედავს როგორ მოდიჭე. აი, ოღონდ ის ხედავდა ესენი რო უახლოვდება. ბატკანძერი მივიდა და სადღაც აკიაფდა. ხო. მივიდა დაინახეს რაღაცა კლდეზე ისდა და გვერდით ეჯდა ისა ეს გალბატონი. ბანოვანი. ნეტა ვინ არისო? გაიფიქრეს მეცნიერებმა და ამ დროს მოვიდნენ იქიდან სომეხი მეცნიერები. ხო, მაგრამ იმათ თავისი ციმციმია. ის რა მაინტერესებს? არის არავინ არ იცის, უბრალოდ შეიძლება სომხეთში გაიცნეს ერთმანეთი. შეიძლება აქედან მოიტანა და სომხეთში გადავიდნენ. კურორტნი რომანი. ბატკანძერების კურორტი არის კაჭაჭკუტი. რა იცი ანუ მეწვილია შეიძლება პროსტა გაიგულავა. ხო. ეს ის არის დანა ქონდა გადაყლაპულიო თუ რაღაცა საკანცელერიო დანა. ჩვენებმა მაშინ გადაარჩინეს და გაუშვეს. რაღაც ეგეთი ამბავი ხო, რაღაცა მახსოვს ეგეთი. რა ქონდა გადაყლაპული არ მახსოვს. მაგრამ რაღაც არისო კაი ამბავი. ხო, მე არ მახსოვს. ჩვენ ქონდა ნიუსი მახსოვს განცანძერზე. ბატკანძერზე ეგ მახსოვს, იყო მაგრამ ეგ რაღაცა საკანცელერიო დანა გადაყლაპაო და იხსნეს ჩვენმა მედიკოსმა თუ რაც. შეიძლება იმ მეორე ბატკანძერმაც. ეს შეიძლება თავს იკლავ სიყვარულის გამო. ეხა როგორც ირკვევა. დანა გადაყლაპ. ბატკანძერების ქორწილი, ხიბუთა ქორწილი ხო ქონდა? ხო, რომ ენები გადაიჭრა. ამან კუჭნაცლავი გადაიჭრა სიყვარული. აპირებდა. და აქ რომელია ჩვენი და რომელია მამალი დიდი იქნება და პატარა დედა. დიდი იქნება. ეს არის ძირითადად ფრინველებში. ნეფე იქნება დიდი. იქითა? კი, ეგრე ჩანს. ეგრე გამოდის. სომხეთი ლორეს პროვინცია. ვა, მიხარია. კაი ამბავია. კი. ნებისმიერი. ეხლა რა მაინტერესებს სიყვარულის ისტორია რომელიმე სომხურ გადაცემაში ამას როგორ იტყვიან რომ ჩვენ ბატკანძერს ქართველი ესე არის ყველა. არ გაემარე. ასე არის. არ გავა ეს ნიუსი სომხურ მედიაში. შპონერად გავა. აბა ნუ ხელი კი არა და ისე კლანჭით ხოვა და ის დათანხმდა. კლანჭით ხოვა და ხო.
დავფიქრდებით.